ბატონო ალეკო, ბოდიში გიხდით რომ კიდე ერთხელ რომ ესე გვიან მოგვიწია თქვენი შეწუხება. მაგრამ რამდენიმე შეკითხვა მინდა დაგისვათ თუ შეიძლება. ვერაფერზე ვერ გავცემთ პასუხს, ბოდიში გიხდით. კონფლიქტი. არ ვიცი, არა, მოგივიდათ პოლიციელებთან. არ ვიცი, მაგ თემაზე არაფერი, არა. მაგ თემაზე ყოფილარიან მოსულები, მაგრამ არ ვიცი. რა შეგემთხვათ, ვაში რის გამო არაფერი არ შემთხვევია, კაცო. ანუ პოლიციელებთან რაიმე უკმაყოფილებას ან დაძაბულ ურთიერთობას არაფერზე არ გაძლევთ კომენტარს. ამ წუთში მით უმეტეს. და რატო ხართ ესე ბატონო ალეკო? ჩვენ უბრალოდ ამბავი გვაინტერესებს. ბოდიში გიხდით. თუ საჭირო იქნება მე თვითონ გქონდათ პოლიციელებთან კონფლიქტი? არც დაკითხვაზე არ წაუყვანი ხარ თუ ანის პოლიცია? არა, არაფერზე არ ვაკეთებ კომენტარს. ბოდიში გიხდით რა, არ გეწყინოთ, ბოდიში გიხდით. ხო, რადგან პაციენტი არ ყავს მისაღებში, აქ ტელევიზია. ქართარაძე? ალეკო? ალეკო, დიახ. შემოსული არის, მოიცა გეტყვი ამ წუთში. ეგი 8 რიცხვია, 8-ია, ეგი თუ 9 წერია, დაჯი ნახე. ქვა პირველი ხო? 9-12. ქართარაძე ალეკო? ანუ 9 დეკემბერს, ხო? 9 დეკემბერს. და იქნებ თუ არ შეწუხდებით, გითხრათ მისამართი საცხოვრებელია. ვანის რაიონის სოფელი დიხაშხ. ვანის რაიონის სოფელი დიხაშხ. რა დიაგნოზით არის შემოყვანა, შეგიძლიათ რა აღინიშნებოდა ესეც რომ გითხრათ? აი მე ახალი ძალიან გეიგებ შენ რა. აი მოკლედ გითხარით, ხო? ისე ზუსტად გითხრა, ისე უბრალოენით ფეხზე ქონდა ტყვია მონახვა. იმისი კი არ ვიცი არა. იმიტომ რომ იმ დღეს ვიცით რაც მოხდა და რაფერაც იყო ეს ვიცით რომ ფეხზე ქონდა ტყვია მონახვა. და დამუშავდა ეს ჭრილობა და წავიდნენ მერე მგონი პოლიციამ წაიყვანა, არ ვიცი ზუსტად ვერ და ვინ მოიყვანა, ხო არ ვიცით. ჩვეულებრივად მოვიდა თავისთვის ახდა 1-2 საკაცი. პოლიციას არ მოუყვანა. პოლიციას გადავეცით ჩვენ. და მე პოლიცია იყო მოსული და გონი წაიყვანა პოლიცია. გამოძიება დავიწყეთ ჩვენ მას შემდეგ, რაც ვანის პოლიცია შევიდა შეტყობინება საავადმყოფოდან, რომ ქავთარაძეს, ალეკო ქავთარაძეს მიღებული ჰქონდა წესასწაული დაზიანება. და ეს დაზიანება მისივე გადმოცემით მიაყენა პოლიციის თანამშრომელმა. ამ ფაქტზე ვანის პოლიციაში დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული გამოძიება, რადგან ფიგურირებდა პოლიციის სახელი და პოლიციის თანამშრომელის სახელი, გამოძიება გააგრძელა სამტრედიის რაიონულმა პროკურატურამ. დაზარალებული ქავთარაძე დაკითხული იქნა ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ექიმებისთვის მიერ მიცემული მისი ასე ვთქვათ სიტყვიერი განმარტება უკვე ოფიციალურ ჩვენებაში მან უარყო და განაცხადა, რომ პირველ რიგში დაზიანება მიაყენა მისთვის უცნობა ფირმა წისქვილიდან როდესაც ბრუნდებოდა და უნდა წამოეღო საფქვავი და ეს დეტალურად არის გამოქვეყნებული პროკურატურის სხვა საინფორმაციო სააგენტოების საიტებზე დევს მისი ჩვენება გამოქვეყნებულია. მან უარყო ეს ფაქტი, რომ პოლიციელმა მას დაზიანება მიაყენა. იქვე ხსნის დაზარალებული თუ რატომაც მისცა ექიმებს რატომ მიუთითა, რომ პოლიციელმა მიაყენა მას დაზიანება. მისი თქმით, როგორც ის ამბობს, მას უფრო მეტად მიაქცევდნენ ყურადღებას და პოლიციელიც მას შეეშვებოდა და დაანებებდა თავს. აღარ დაკითხავთ. აი ესე ჩვენება მას მიცემული აქვს და ეს ჩვენება გამოქვეყნებული არის შესაბამის საიტებზე. ამჟამად მიმდინარეობს საქმეზე გამოძიება გრძელდება. მინდა მოგახსენოთ, რომ გარდა დაზარალებულისა დაკითხული არიან ასევე მისი ოჯახის წევრებიც, რომლებიც ასევე ადასტურებენ დაზარალებულის ჩვენებას და არც ერთი მათგანი დღეს ჩვენაც საქმის მასალებში გვაქვს არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლიციელმა მიაყენა მას დაზიანება. ამ ეტაპზე ეჭვტანილი არ აყავს გამოძიებას, იმიტომ რომ დაზარალებული თავის ჩვენებებში მიუთითებს, რომ მას მისთვის უსწრება პირმა მიაყენა ეს ცეცხლსროლი დაზიანება. კონკრეტულ პირზე ის არ უთითებს და არ უთითებს ეს მინდა წყალსახად თქვა ამ ეტაპზე რომელიმე პოლიციის რომელიმე თანამშრომელს, მათ შორის არც ვანის პოლიციის თანამშრომლებს.